დავალებას ვაკეთებდი რა სულ ბოლოსთან. ხო. აი დავალება არის რომ უნდა ყოფილიყო names კომპონენტი ეს შევქმენ. თუ გინდა ეკრანსაც გავაზიარებ. კი, გააზიარებ და უფრო კარგად names კომპონენტი, ნუ ეს შევქმენი. names კომპონენტი და ამ names კომპონენტში უნდა ყოფილიყო my name array უნდა ყოფილიყო my name. მოდი გავხსნი მაგას. ეს რა ეს და შემდეგ აქედან უნდა გამოგვეტანა როგორც მივხვდი უკვე პირველ კომპონენტის და დაგვენახა ეკრანზე რა და ეს კი გავაკეთეთ გამოდიოდა აი გამოვიდა ეხლა რატომღაც აღარ გამოდის არ ვიცი მაგრამ იცი რა სულ ვაკეთებდი აი მინდოდა რომ აქ რო სახელს ჩავწერ რა ანუ push-ით ჩამეცვა მეორე ანუ names კომპონენტში და მაგას ვერ ვაკეთებდი ვერანაირად მე რაღაც ინტერნეტში ვნახე აი ეს input-ით უნდა მიიღო მაგრამ ამ input-ითაც ვერ გავაკეთე ვერაფერი და ხო input-ით იცი რა შვები რეალურად input-ი დეკორატორი გვჭირდება იმისთვის რომ მშობელი კომპონენტიდან, ანუ app კომპონენტიდან გადავიტანოთ ჩვილობილ კომპონენტში, ანუ ეხლა შენ შემთხვევაში names კომპონენტში ცვლადი. ხო და შენ იდეაში input-ი რომელ კომპონენტში გაქვს? ანუ აი არა საიძე რო input-ი წერს, სადაც names კომპონენტში გაქვს, ხო? შენ მან ის არ გჭირდება, ეს input დეკორატორი. შეგიძლია წაშალო. დღეს სხვადასხვა ეგ უნდა განვიხილოთ. არა. მართლა თუ გინდა მე განვიხილოთ. აი იცი რა ქენი ახლა კომპონენტი მანახე HTML-ში როგორ გამოიყურება? names კომპონენტი. შენ app კომპონენტში გაქვს ეს და გინდა რომ კი და დავალებაშიც ეგრე გავიგე არასწორია? არა, იდეა შეგეძლო რომ ერთ კომპონენტში გაგეკეთებინა ყველაფერი, იმიტომ რომ რომელიც მასივში ჩამატებს. names კომპონენტი რო უნდა შევქმნათ რა და ხო იმ names კომპონენტში უნდა იყოს მე უკვე ეს იდეაში რა მე მეგონა რომ ყველაფერს ერთ კომპონენტში გააკეთებთ, მაგრამ ოკეი, მასე შეიძლება აი ახლა დღეს მაგას განვიხილოთ რა ის ზუსტად მაგ თემას და ასაგებია. ანუ შესაძლებელია ხო ერთი კომპონენტი რა თქმა უნდა ხა მიიღოს მეორე კომპონენტში. გამარჯობა. გამარჯობა ნიკა. მოდი მე გავთიშო ბარემ და ოკეი. იდეაში მე შევქმნი უკვე ფოლდერი. გავაზიარებ ეკრანს და შეგვიძლია რომ დავიწყოთ. ეკრანი ჩანს, ხო? კი, რაღაც გაჭედა მგონი, მაგრამ ეხა უკვე. ოკეი. მაშინ ნელა აი მე ცვლადი შევქმენი უკვე აქ. Message for child. და უკვე ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ანუ ეს ცვლადი message შვილობილი ელემენტისთვის. ჩვენ რამენაირად უნდა მოვახდინოთ არის კომპონენტი დავაგენერიროთ მოდით რამე შვილობილი კომპონენტი. აი თქვენ შემთხვევაში ხო არის names-ი.
ng generate component names. spec.ts წავშლი ტესტების ფაილი არ გვჭირდება და ახლა ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს სვადი მშობელ კომპონენტში, ეს აუცილებელია, რომ მშობელ კომპონენტში იყოს სვადი. და შვილობილ კომპონენტში ჩვენ უნდა შევქმნათ ესეთი დეკორატორი, ძაღლუკა და input. შეგვიძლია Angular Core-დან დავაიმპორტოთ ძიმე და კომპონენტთან ერთად input-ი კონდეს დაიმპორტებული და გავხსნათ რჩილები. ეხლა აქ უნდა მოვიფიქროთ სვადის სახელი, რაც სვადის სახელითაც მივიღებთ ახალ კომპონენტს, ახალ სვადს მოვიშთ. აი მაგალითად იყოს რაღაცა message, ხო? და იდეაში აქ აუცილებლად უნდა უთხრათ ტიპი, რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ. და ანუ შენ გიორგი იცი რა გქონდა პრობლემა, რომ შენ ეუბნებოდი აქ უკვე მითითებული გქონდა მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა უნდა ყოფილიყო და რეალურად message მე რაც შევქმენი ახლა სვადი, მე ვეუბნები რომ ამ სვადმა უნდა მიიღოს რაღაც მნიშვნელობა. თავიდან არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ როდესაც მე გავაგზავნი მოთხოვნას, მხოლოდ მაშინ უნდა მივიღოთ ეს მონაცემები. ნუ მოთხოვნას რა იგანახეთო, არა გულისხმობ მოთხოვნაში. ეს იდეაში სვადი უკვე გვაქვს და შვილობილ კომპონენტში გვაქვს input დეკორატორი, რომელმაც უნდა მიიღოს message სვადში ინფორმაცია. წინდან input დავუწერეთ. ახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? app კომპონენტში, მშობელ კომპონენტის HTML-ში უნდა გადმოვიდეთ და უნდა დავაიმპორტოთ პირველ რიგში ჩვენი შვილობილი კომპონენტი, child component, names კომპონენტი. names კომპონენტში უნდა დავაიმპორტოთ მშობელ კომპონენტში, ანუ app კომპონენტში შემოვიტანოთ და შემდეგ აი სელექტორის საშუალებით app names-ი ამ სელექტორის სახელი შეგვიძლია აი აქ ვნახოთ. app names. და იდეაში მოდი შევამოწმოთ ახლა თუ მუშაობს. აი name works უწევს. live server-ით გავხსნათ ngs. ეს და okay, names works. ანუ ის კომპონენტი გამოვდის ახლა. ეს names კომპონენტი გამოგვივიდა app კომპონენტში. კარგი. ეხლა იმისთვის რომ ჩვენ რამენაირად გადავცეთ სვად მნიშვნელობა აი ამ names, აი ეს message აი ამ სელექტორის ატრიბუტში უნდა ჩავწეროთ. აი მშობელ კომპონენტში ხო შემოვიტანეთ ჩვეულებრივად ეს კომპონენტი და ნახეთ კვადრატულ ჩხილებში მე ჩავწერ message, ანუ იმ სვადს, რაც სვადიც შევქმნით input-ში და უნდა ვუთხრა ახლა რომ რაც სვადი უნდა გადავცეთ. message for child. რა მოხდა ახლა? მე დავაიმპორტე ანუ შემოვიტანე app კომპონენტში შვილობილი კომპონენტი app names-ი და კვადრატულ ფრჩხილებში უთხარი რომელ სვლადს უნდა გადაეცეს მნიშვნელობა. ანუ message, ხო? და ვეუბნები რომელი სვლადი უნდა გადაეცეს. რომელი სვლადი გადაეცემა? message for child. შესაბამისად, ახლა ეს სვლადი იქნება გადაცემული აი ამ სვლადზე. ახლა რეალურად ეს message უკვე ინახავს აი ამ კომპონენტის ამ კომპონენტში ყოფ message for child-ის მნიშვნელობას. ეს შეგვიძლია შევამოწმოთ ახლა მაგალითად აი აქ გამოვიტანოთ names კომპონენტში.
კიდევ ერთი პარაგრაფი შევქმნათ, მაგალითად, message, უდრის, მაგალითად და სელექტორის საშუალებით. ინტერპოლაციის საშუალებით, აი აქედან names component types-იდან ეს ცვლადი message შემოვიტანოთ ინტერპოლაციის საშუალებით. ეხლა იდეაში live server-ზე თუ გავალთ, ნახეთ, message უდრის hello world. ანუ ეხლა ჩვენ რა გავაკეთეთ? უпроსტად მშობელი კომპონენტიდან app კომპონენტიდან ცვლადი გავაგზავნეთ შვილობილ კომპონენტში. და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ეს ცვლადი მშობელი კომპონენტიდან შვილობილ კომპონენტში. თუნდაც კიდევ ვარჯიშოთ ამ თემაზე, აი რაღაც სხვადასხვა მნიშვნელობები გავაქვს. აი მაგალითად ეხლა აი ეს ცვლადი, მაგალითად, რასაც არის app კომპონენტში. აი ეს ცვლადი, მოდით რამე ფიქსირებული კი არ იყოს, input შევქმნი ეხლა და ამ input-იდან გამომდინარე მივიღოთ აი ამ ცვლადში მნიშვნელობა. ეხლა ვეთქვი რომ თავიდან ამ message for child-ს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. იქნება string-ი უბრალოდ და დაგვჭირდება input-ში ng მოდელი, ხო, input-დან მნიშვნელობა რო წამოვიდეთ. ამისთვის მოდი დავაკავშიროთ, დავაიმპორტოთ უბრალოდ. აუცილებლად forms მოდული, forms მოდულს ვაიმპორტებთ იმისთვის, რომ ng მოდელი გამოვიყენოთ, სხვა შემთხვევაში დაგვიერორებს, თუ forms მოდულს არ შემოვიტანთ. და ეხლა შეგვიძლია app კომპონენტში შევქმნათ რამე input-ი, ეხსენოთ. თან მოდი ესეთ რაღაც გავაკეთოთ, or HR-ში ჩავხსოვ. HR-ი ხო გახსოვთ რა? ესეთი ხაზი იყო და თამბრეი. მაგრამ მაინც მიწითლებს ამ input-ს და ვერ ხვდები ვერანაირად რატო? აი ეხლავე განახებ რაში იქნება პრობლემა. დაახლოებით ხვდები შენთან რაში არის. აი input-ი გავაკეთოთ აქ და ng მოდელით გადავცეთ მნიშვნელობა აი ამ message for child-ს. ეხლა მე რასაც ჩავწერ, ნახეთ, აი ეს არის app კომპონენტში გამოტანილი input-ი. ეს არის შვილობილი კომპონენტი. ჯერჯერობით ნახეთ, message უდრის serial string-ს, ანუ არაფერი არ არის, ხო? მაგრამ აქ რასაც ჩავწერ, რაღაცა რაც არ უნდა ჩავწეროთ, ყველაფერი ავტომატურად გადავა შვილობილ კომპონენტში და აი აქ ინტერპოლაციის საშუალებით გამოდის. აბა შენ გააზიანე ეკრანი და ვნახოთ ანუ შენ შემთხვევაში რა პრობლემაა. აი ამ input. პირველ რიგში ნახე ყველაზე მნიშვნელოვანი. input-ი შენ გიწერია პატარა iti. აუცილებლად input-ი უნდა იწყებოდეს დიდი ასოთი. ყველა დეკორატორი იწყება დიდი ასოთი. ეგ ერთი. input-ი დაიმპორტებული გაქვს cannot find name. მეც ერთ წამი აწია ისა error-ზე მეიტანე. input არა. შენ იქიდან არა. უბრალოდ შენ import-შიც პატარა iti გიწერია input-ი. ამიტომაც იქში ანაცვლე დიდი iti. იმაში import-ში ზემოთ ნახე. კომპონენტი სადაც დაიმპორტებული. აი მანდაც პატარა iti გიწერია, ამიტომაც დიდი iti ჩაწერე. ხო. ოკეი. ეხლა ეს გავასწორეთ. ეხლა აქ მანახე მშობელი კომპონენტი. მშობელი კომპონენტის HTML. ხო, იდეაში ეხლა უნდა იმუშაოს. შემოწმე. არა. ისა ჩაიტვირთოს სიტვირთება ჯერ. მე ის არ გამეკეთებია უკვე input-ი და ისინი, მაგრამ კი გამოვიდა. ამას ვიწვალებ. კარგი, აი გავთიშო. ანუ იდეაში აი ესე ხდება მშობელი კომპონენტი და მშვილობილ კომპონენტში ცვლადის გადატანა. ანუ ჩვენ Angular-ში ზოგადად Angular-ს რო ვაკეთებთ, Angular-ის ფაილს folders. აქ გვექნება ძალიან ბევრი კომპონენტი. აი ამ კომპონენტებში მე დაგვჭირდება ინფორმაციის გასვლა-გამოსვლა აუცილებლად.
მაგრამ იდეაში ერთი კომპონენტიდან მეორე კომპონენტში ინფორმაციის გადატანა მარტივია. ეს მოხდება სერვისების საშუალებით. მაგრამ ჯერჯერობით სანამ არ გჭირდება სხვადასხვა კომპონენტში ინფორმაციის გადატანა, შეგვიძლია input დეკორატორით მშობელი კომპონენტიდან შვილობილ კომპონენტში გადავიტანოთ რამე მნიშვნელობა. ანუ ეს მშობელი შვილის შემთხვევაში არის ინფორმაციის გაცვლა უბრალოდ. ამას იდეაში მე დავაკომენტარებ, ჯერ ერთი მნიშვნელოვანი თემა მინდა რომ დღეს აგიხსნათ. თან ჩანაწერიც იქნება და სხვაებიც ნახავენ. დავაკომენტარებ ამას, დავაკომენტარებ ესეც დაკომენტარებული ვაქვს, ესეც დავაკომენტაროთ შესაბამისად. ან მოდი წავშალოთ და მე კიდევ ერთხელ აი ამ თემას მოვუბრუნდები, კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს ყველაფერი დავწეროთ და კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ხო ესე ახლა მინდოდა მე ხა ისა. ესენი გჭირდება თუ არა იმები თქო, იმიტომ რომ მე ხა 1-2 წუთის წინ ჩავრთი ანგულარი და ეგენი არ გამიკეთებია. იცი როგორ ვთქვათ, ახლა ერთად დავიწყოთ გაკეთება რაღაცების და მე ამ თემას მოვუბრუნდებით. ისევე ეს. მაგაც ხო რომ მე ჩანაწერშიც ვნახავ, არ არის პრობლემა. კი. просто ვთქვი. ოკეი. ხო, ახლა ეს რა უნდა, ანგულარი რატო გეჩხუბება? ოკეი. ჩხუბება. აი ეხლა მე მინდა ვაგიხსნათ ესეთი ძალიან საინტერესო თემა და ძალიან საჭირო თემა, როგორიც არის роутინგი ანგულარში. არის роутინგი. роутინგი არის ეგრეთ წოდებული მარშრუტიზაცია, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ კომპონენტების ცვლილება ჩვენს საიტზე. აი როგორც აგიხსენებთ, რომ აი მაგალითად გვექნება გამოყოფილი რაღაც კონკრეტული მონაკვეთი, სადაც ერთი კომპონენტი შევა. მე ეს კომპონენტი გავა მაგალითად სხვა კომპონენტი შემოვა, მე ერთი შევედის, მეორე გადის და ასე შემდეგ. იდეაში მოდით ჰედერი შევქმნათ რამე ნავიგაციის ვარიანტში. აი მაგალითად რაღაც ჰედერი გქონდეს. შიგნით გავაკეთებ tools. მოდით HR გავაკეთებ, მაგალითად აქ გვექნება. სტანდარტულად გავაკეთოთ CSS-ი გავიხსენოთ. header კლასი მივცეთ, შიგნით კონტეინერი და შიგნით header-ი. აქ გავაკეთოთ header-ინერში. ული HR-ი დავაწყოთ მაგალითად angular routing და ქვემოთ მოდით გავაკეთოთ რამე ნავიგაციის ტეგი, ან პირდაპირ შეგვიძლია ული გავაკეთოთ იდეაში. ძალიან. header კლასი მივცეთ და იდეაში 4 კომპონენტი გავაკეთოთ. 4 კომპონენტი რა 4? სადაც ჩავწერთ მაგალითად მაგალითად home პირობითად რაღაც about-ი კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ home-ი about-ი კონტაქტი მაგალითად და რავი რამე იყოს docs-ი მაგალითად დოკუმენტაცია. ხო, იდეაში აქ რაღაც პატარა სტილებს მივცემ ამ headers მოაზრო და იყოს თან განულებას გავაკეთებ ზოგადი სტილების ფაილში. შეგახსენებთ რომ ქვემოთ style CSS-ი რაც გვაქვს, აი აქ CSS-ში ჩაწერილი სტილები იქნება გამოყენებული გლობალურად, ანუ ყველა კომპონენტს. და ეხლა აქ იდეაში headers მიმართავ. სიგანე არ გვინდა იდეაში, სიგანე ისედაც 100% იქნება, სიგანე 70 პიქსელი მაგალითად background color. ეს random ფერია იქ. ეს ფერი მივცეთ. და მე მოდი ჯერ ნახოთ როგორ გამოიყურება. live server-ი. გაგვეთი შეწევა. ჩაიკეთება და იდეაში headers background color-ი მივეცით, მოდი ულს გავუთიშოთ სტილები
list style na ამას ზოგადი სტილების ფაილში გადავიდა. ზოგადად განულება ჯობია რომ აქ შევინახოთ. Okay. გაცოცხლდა, ხო. ეს დაგვიბრუნდა. გას გამოვწევ. ცოტა გავაღიო, თორე ძალიან მიქფე. და header-ers მივმართოთ ახლა. ჯერ containers მივმართოთ იდეაში. სიგანე შეუძლოთ, max width მივცეთ. 1200 პიქსელი და margin 0 ავთ. padding-ებიც მივცეთ ზემოდან და ქვემოდან 0 პიქსელი, გვერდებზე 15 პიქსელი. აი რაღაც ესეთი მივიღეთ, display flex მივცეთ header-ers და justify content-ის space between. ну, ესეთი რაღაც მივიღეთ ახლა, რა თქმა უნდა, align items ცენტრი. და header list-საც მივმართოთ. header nav-ს უბრალოდ. ამასაც display flex მივცეთ. align items ცენტრი. მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა, header-ers უნდა მივცეთ height 100%. და header navigაციასაც ანალოგიურად რომ მთლიანი ეკრანის სიგანე დაიკავო. მე გამოვურჩა. კონტეინერი არ იკავებს ახლა 100%-ს ვაიდებ. ოფსეს 100% ჭირდება. ახლა გაგვეცეთ. იდეაში gap შეგვიძლია მივცეთ სივრცეები ამ ელემენტებს შორის 30 პიქსელი. და იდეაში ახლა შეგვიძლია header navigacიის liebs მივმართოთ და რაღაც font size გავუზარდოთ დაახლოებით 20 და pixel-ამდე მაგალითად რომ ცოტა ტექსტი გამოჩნდეს ხო. ფერი შეგვიძლია შევუცვალოთ, თეთრი გავხადოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვრჩა ახლა მე, რას ვაკეთებ. ნახეთ, აი აქ HTML ხო გვაქვს. HTML-ში ახლა ეს ნავიგაციის ელემენტები აუცილებლად უნდა ჩავსვათ ATEX-ში. აუცილებლად ATEX-ში უნდა გქონდეს. მე ვსწავლში. home about-ი დერა გქონდა. კონტაქტი და docs. ხო, ანუ ATEG-ები აუცილებლად უნდა გქონდეს აქ და მოდი ვთქვათ list of ATEG-ებს. ნებათ ეს სტილები. ну, ესეთი რაღაც მივიღეთ ახლა. ATEG-ებს გავუთიშოთ text decoration. Text decoration none. და იდეაში ნახოთ როგორ გამოიყურება, ხო, მგონი ჩვენურად გამოიყურება. იდეაში HR-საც ფერ შევუცვლოთ. თეთრი გავხადოთ. თორა დააშავა. და იდეაში მივიღეთ ახლა ესეთი რაღაც. ჯერ ამ ელემენტებს როდესაც ვაჭერთ, არაფერი არ ხდება, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა ესეთი რაღაც. პირველ რიგში დავაგენერიროთ 4 კომპონენტი. ახალი ზოგადად ეს გაითვალისწინეთ, რომ live server-ი ყოველთვის უნდა იყოს ერთ ტერმინალში გახსნილი, ან ტერმინალში რა ერთ PowerShell-ში ან CMD-ზე ან რაზე ვწვდით. და ზოგადად თუ რაღაც შექმნა გვჭირდება, მე მეორე PowerShell-ი ან ტერმინალი გავხსნით. ეხლა node-ი აი აქ რაზეც მიწერია, ესე იგი აქ live server-ი მაქვს გაშვებული, აი აქ PowerShell-ში ვიმუშავებთ. კარგი, ეხლა გავაგენერიროთ ახალი კომპონენტები. ანუ ng ანუ generate-ნა შემოკლებული და c ანუ კომპონენტი. ანუ ng generate component და პირველი კომპონენტის სახელი იქნება home. ზოგადად ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე? ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი ფოლდერი ჩვენს app-ში, ანუ app კომპონენტის ეს ფაილები ხო გვაქვს ახლა app-ში, app folder-ში, მაგრამ აქ ცალკე ფოლდერი შეგვიძლია შევქმნათ
და ამ ყველაფერში შეგვიძლია დამატებითი კომპონენტები ჩავსვათ. ზოგადად მოდი assets-ი დავარქვათ და შეგნით უთხრათ რომ ან ეხლა მე რას ვაკეთებ რა ზოგადად აი ngGS-ის როდესაც წერთ ეხლა მე პირდაპირ დავწერე assets და slash მე ვეუბნები რომ აი ამ app-ში შემიქმენი რაღაც კომპონენტი და ვეუბნები folder asset-ში მაგრამ folder-ი თუ არ იყო ესეთი რაღაცა თვითონ ავტომატურად შექმნის მაგალითად ეხლა assets დაუწერე როგორც folder-ის სახელი და უთხრა რომ შიგნით slash საშუალებით შიგნით ვეუბნები რომ home შემიქმენი ეხლა მე რო enter-ს დავაჭერ assets folder-ი შეიქმნება ავტომატურად და ესეთი რაღაც მოხდა ანუ assets folder-ი შეიქმნა და შიგნით კომპონენტი home AXPS-ს ავშლი ეხლა კიდევ ვეთქვი რომ asset-ში კიდევ ერთი კომპონენტი მინდა რომ შეიქმნას about-ი about კომპონენტი და ეხლა ნახეთ რას მივწერ skip tests ხო ამის საშუალებით დაგენერირებული კომპონენტს აღარ ექნება ტესტების ფაილი დავაჭიროთ enter-ს და ეხლა შეგვექნება აი ამ folder-ში მეორე folder-ი. აი ორი folder-ი გვაქვს უკვე about-ი და home. ეხლა ვუთხრათ რომ about-ის გარდა კიდე გვექნება contact კომპონენტი და ასევე მოდით შევქმნათ docs კომპონენტი ანუ ახლა შევქმნი მე 4 კომპონენტი აი about-ი, contact-ი, docs-ი და home ეხლა ეს კომპონენტები ჩვენ უნდა დავაიმპორტოთ აუცილებლად ამას გავასწორებ ტერმინალს დავხურავ და ეს ყველაფერი ეს კომპონენტები უნდა დავაიმპორტოთ app component TypeScript-ში და შეგვიძლია ჩამოვშალოთ ეს ჩამოვყაროთ ალგორითმზე და აი აქ გავუშვათ იმპორტები about კომპონენტი ძიმე contact კომპონენტი docs კომპონენტი და home კომპონენტი ანუ აი ამ 4-ვე კომპონენტს ეს 4-ვე კომპონენტი შემოაქვს app კომპონენტში ანუ მშობლო კომპონენტში ვაიმპორტებ რომ შემდგომში შევძლო ამ ყველაფრის გამოყენება ოკეი ეხლა შეგვიძლია რაღაცები ჩავწეროთ აი ამ საერთო კომპონენტში თვითონ ყველა კომპონენტი რო ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს სხვადასხვა რაღაც გავაკეთოთ აი მაგალითად რო განვასხვაოთ ერთმანეთი about component HTML-ს გავხსნი რამე div შევქმნი კლასით ბლოკი იყოს ხო ბლოკი შეგნით გვექნება პარაგრაფი ნუ მოდი h2 გავაკეთოთ about component შეგნით პარაგრაფი ლორემით გავახსოვთ და დეაში შეგვიძლია ეს ბლოკი გავწეროთ ზოგადი სტილების ფაილში CSS-ში რომ ყველა ელემენტს რასაც კლასი ბლოკი ექნება კონდეს ეს სტილები რასაც ახლა დავწერთ ბლოკს მივმართოთ და მივცეთ სიგანე მაგალითად 600 პიქსელი margin 30 პიქსელი auto border-ი მივცეთ
ესეთი და ეხლა მე background-ის color შევცვლი body-s background-ის color შევცვლი აი ესე რომ რაღაც გამოსვოთ რომ არ იყოს background-ი. ხო, blocks მივეცით სტილები, სიგანე მივეცით, სიმაღლე არ მივიცი. მოდ padding-ი მივცეთ და სიმაღლე ან მოდი იყოს სიმაღლე 300 პიქსელი. და ჯერჯერობით ეს about, მოდით უბრალოდ ხელით შემოვიტანოთ up about-ი. შემოვიტანოთ აი აქ. სელექტორის საშუალებით. და მოდი ვნახოთ როგორ გამოიყურება. ხო, ნუ ჯერჯერობით არაფერი ის არ არის. მოდი border radius-ს გავუკეთოთ. border radius-ი 10 პიქსელი, შეგვიძლია მიმართოთ ბლოკში მყოფ h-ს და პარაგრაფს და უთხრათ რომ ფერი ექნება თეთრი ტექსტის და ბლოკში მყოფ h-ს ყოველთვის კონდეს margin bottom 20 პიქსელი დაახლოებით. რომ ქვემოთ შემოიწიოს ტექსტი. ხო, ეს არის ერთი კომპონენტი, about კომპონენტი. ეხლა მოდი მეორე კომპონენტი ავწეროთ. აქ გვექნება ისევ last block-ი. აქ შეგვიძლია h2, აქაც h2 შევქმნათ, თუმცა ამას დავაწეროთ contact component. აქ შეგვიძლია მაგალითად input-ები შევქმნათ, რაღაც input-ები. სამი input-ი გავაკეთოთ, BR-ებით ჩამოვყავთ, ან უბრალოდ input-ს უთხრათ display block. ამ margin 20 პიქსელი 0 პიქსელზე, ანუ ზემოდან და ქვემოდან დაშორებები რო იყოს. ქვემოთ პარაგრაფი შევქმნათ, მაგალითად lorem 50 შევქმნათ აქაც. და რაღაც ღილაკი. ეს კომპონენტი ჩამოვწოთ როგორ გამოიყურება. up კონტაქტი შემოვიტანოთ ამ კომპონენტში მშობელში და ეხლა ეს გავხსნათ, ნახოთ როგორ გამოიყურება. ხო, ნუ მაინც ამაყოთ ვერ გამოიყურება, მოდი ცოტა სიგანეს გავუძვრდით. მოდი min heights დავუწერ უბრალოდ და აქ ისე გავაკეთე. გვერდებზე 20 პიქსელი იყოს padding-ები და სიგანის სიმაღლეში 40 პიქსელი. ყოველთვის კარგად მოერგოს სომს. ხო, ეს არის contact კომპონენტი. ეს იყო about კომპონენტი და კიდევ ორი კომპონენტი დაგვრჩა. ყოველთვის მოვთიშო. შეგვიშოს. და docs კომპონენტიც შევავსოთ სხვადასხვა რაღაც ელემენტებით. აქ რადგან დოკუმენტაცია შეგვიძლია ისე ბლოკი შევქმნათ. h2 docs moment და შევქმნათ პარაგრაფი lorem-ით, მერე კიდევ ერთი პარაგრაფი lorem და 40-ით lorem. დავუმატებ ცოტა. აქ კიდე lorem-ი, კიდე lorem 50. 50. ხო, ცოტა ბევრი ისინი გავაკეთოთ და ანუ იყოს ეს. ცოტა გავუძვით. 30 დავუმატოთ და კიდევ ერთი პარაგრაფი. და ბოლოს home კომპონენტი h2 ბლოკი h2 home component პარაგრაფი. ეაში აქ უბრალოდ შეგვიძლია კიდევ h2 შევქმნათ და შევწეროთ რაღაც to text align center. ანუ ეს ტექსტი უბრალოდ ცენტრში მოვახვედროთ და რამე პარაგრაფი lorem.
დავსიო მეტი აღარაფერი აღარ გვინდა ამასაც ტექსტზე line centers ვეთქვი ან არაკეთებს. მოდი შემოწოთ როგორ გამოიყურება home კომპონენტიც აქ. up. home შემოვიტანოთ. და ახლა შევამოწმოთ. ხო, ესეთი რაღაცა გამოგვივიდა home components. ერთი რას გავაკეთებ, სხვა. font size გავუწევ. და მაშინ ამასაც დაჭირდება font size გავუწევ. ხო, ანუ გვაქვს 4 კომპონენტი, 4-ვე კომპონენტში გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია. ეხლა home-ს ავშლი მე. და ჩვენი მიზანია ეხლა ესეთი რაღაც. ჩვენ როდესაც დავაჭერთ home-ს გამოგვიდეს home კომპონენტი. მაგრამ თავიდანვე მინდა რომ ესეთი რაღაც იყოს, რომ თავიდანვე ყოველთვის როდესაც ჩვენ საიტზე შემოვალთ home კომპონენტი დაგვხვდეს პირველი. როდესაც about-ს დავაჭერთ, აი აქ გამოგვიდეს about კომპონენტი. contacts როდესაც დავაჭერთ, გამოგვიდეს contact კომპონენტი და docs როდესაც დავაჭერთ, გამოგვიდეს აი აქ docs კომპონენტი. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში ნახეთ ქვემოთ აი აქ გვაქვს ჩვენ ესეთი ფაილი. ასეთში შეგვიძლია დავხუროთ, ეს ყველაფერი დავხუროთ და გადმოვიდეთ up-roads.ts-ში. აი აქ გვაქვს ესეთი ცვლადი roads-ი, რომელსაც ტიპი აქვს roads-ი, რომელიც შიც გვაქვს massive. აი ამ massive-ში ჩვენ უნდა ავწეროთ ეხლა road-ები. ანუ მარშრუტები, რომელ მარშრუტზე რომელი კომპონენტი უნდა გაიხსნას. ანუ რას ვეუბნებით ეხლა ჩვენ? ჩვენ ვეუბნებით რომ აი აქ slash თუ დავწერთ და slash-ის შემდეგ გვექნება მაგალითად about-ი. აი აქ თუ ესეთი რაღაც ეწერება, ამ შემთხვევაში მე მინდა რომ გამომივიდეს about კომპონენტი აქ. პირველ რიგში მოდით რა გავაკეთოთ? სანამ routing-ს ავწერთ. აი აქ ნახეთ, მაგალითად ჩავწერ about-ს, ჩავწერ contacts href-ებში და ჩავწერ docs. ეხლა მე რომ აი აქ დავაჭირო about-ს, ნახეთ, აი აქ რატო არ დაიწერა about contact. მის სლეშები href-ებზე ჭირდება. რატო არ გადავყავართ? ოკეი, კარგით, პირდაპირ იქიდან განახთ, ეხლა href-ები რატო არ მუშაობს, არ ვიცი. იდეაში href-ები აქ არც გვჭირდება და განახებთ href-ების მაგივრად რა უნდა გავაკეთოთ. მთავარი იდეა იმისი, რომ რას ვაკეთებთ ეხლა ჩვენ ამაზე დაჭერის შემდეგ, href-ის მაგივრად Angular-ში სხვა ალტერნატივა გვაქვს, ამიტომაც მაგის საშუალებით გავაკეთებთ. რომ დავაჭერთ, აქ უნდა გადავიდეთ /about-ზე მაგალითად. approach-ში გადმოვალ და უნდა შევქმნა აქ ახალი ობიექტი. ამ ობიექტში ეხლა უნდა მივუწოდო path. ანუ გზა. რომელ გზაზე რომელი კომპონენტი უნდა გაიხსნას. მე ვეუბნები, რომ მისამართი, როდესაც იქნება ცარიელი, ანუ ჩვენი საიტის მისამართი ხო არის ეხლა localhost 4200. მე ვეუბნები, რომ როდესაც აი აქ ცარიელი იქნება მისამართი, ამ შემთხვევაში მე მინდა, ანუ ცარიელი ბჭყალები, აი აქ ბჭყალებში მაგალითად თუ ჩავწერ about-ს, ანუ ვეუბნები, რომ აი აქ წერია about. ანუ 4200-ის მერე გულისხმობს უკვე, ხო ეს? კი, ანუ რეალურად აქ საიტის მისამართი უნდა იყოს, ნუ localhost-ის შეიძლება არ იყოს და შეიძლება რა ვიცი, კი, რა თქმა უნდა. ხო? ხო, აი ამას საიტის შემდეგ. კი. ბატონო, და შემდეგ უკვე აქ უნდა დავწეროთ მძიმე და ვეუბნებით კომპონენტ და აი აქ კომპონენტში ვეუბნებით უკვე რომელი კომპონენტი უნდა გამოგვივიდეს ჩვენ, როდესაც აი ამ მისამართზე ვიმყოფებით. ნუ ეხლა ჩვენ შემთხვევაში აქ about-ი არ დავტოვოთ, ცარიელი მისამართი დავტოვოთ. და უთხრათ რომ გამოგვივა home კომპონენტი. ანუ ეხლა მე შემოვიტანე აქ დავაიმპორტე, ოღონდ ეს აუცილებელია, თუ არ დავაიმპორტებ ჩვენ კომპონენტს, აი გაგვიცეცლებს, ანუ ეხლა მაგალითად ეს რომ დავაკომენტაროთ. გაგვიცეცლებს, იმიტომ რომ გვეუბნება რომ ეს კომპონენტი, ანუ ვერ მიხვდება რა რომელ კომპონენტზე გვაქვს საუბარი და ზოგადად რაზეა საუბარი.
აქ რომ იმპორტი გვექნება, რაღაც home components რომ იმპორტებთ, უკვე მე ხდება აქ, რაზე გვაქვს საუბარი, ეს იქნება asset-ში home component, რომელშიც არის home component TypeScript-ის ფაილი. ნუ ბოლოს TS-ი არ წერია, თორე რეალურად მაგაზია საუბარი. ეხლა home component-ი ავწერთ. შემდეგ უნდა ავწეროთ მოდი ავწეროთ მეორე კომპონენტი. ანუ ძიმეს დავწერ და შევქმნი უკვე მეორე ობიექტს. სადაც ვეტყვი რომ მისამართ მაგალითად about-ზე ძიმე გამოგვივა კომპონენტი about component. ანუ იდეაში ყველაფერი თვითონ სიტყვები გვეუბნება რა რასაკეთებს რა. ანუ routes-ი არის ცვლადი, ანუ მარშრუტები და მარშრუტის გზა მაგალითად მისამართი არის about-ი. About-ზე გამოდის კომპონენტი, about კომპონენტი. და ეხლა ამ შემთხვევაში, როდესაც აი აქ გვაქვს ჭალებში რაღაც ჩაწერილი, ეს ამით გულისხმობთ, რომ /about-ზე, როდესაც გადავალთ, ამ შემთხვევაში უნდა გამოგვიდეს about კომპონენტი. იდეაში ეხლა ჯერჯერობით მოდი ეს ორი კომპონენტი იყოს, ორსაც დავამატებთ. მაგრამ ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ app კომპონენტ HTML-ში როგორ უნდა დავწეროთ, უბრალოდ სად უნდა დავწეროთ, რა კომპონენტი, უბრალოდ კომპონენტი რა ადგილას უნდა გამოვიდეს. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ესეთი თეგი შევქმნათ, როგორც არის router-outlet. ნახეთ router outlet. ჩვენ ხო შემოგქონდა აქამდე კომპონენტები, მაგალითად app about-ი, app contact-ი. ხო შეგვიძლია კომპონენტები შემოტანა ამ კომპონენტში, მშობელ კომპონენტში. მაგრამ ჩვენ თუ წერთ router outlet-ს, router outlet-ი გამოიყვანს იმ კომპონენტს, რომელი კომპონენტის მარშრუტზეც ვიმყოფებით. ანუ თუ მაგალითად აი ამ მარშრუტზე ვიმყოფებით და გვაქვს ნათქვამი რომ აი ამ მარშრუტზე ეს კომპონენტი გამოგვიდეს. router outlet-ი ხდება იმ კომპონენტის სელექტორი. მაგალითად, თუ აი აქ ჩავწერ, ნახეთ, ეხლა home კომპონენტი გვაქვს ავტომატურად გამოსული, როდესაც არის მისამართზე ვიმყოფებით. მაგრამ თუ დავწერ მე /about-ს და დავაჭერ enter-ს, ნახეთ, გამოგვივიდა about კომპონენტი. ანუ, როდესაც აი ამ მისამართზე ვიმყოფები, ეს ნიშნავს, რომ router outlet-ი გადაიქცევა, ანუ app about. ანუ router outlet-ის საშუალებით ჩვენ ვეუბნებით თუ რომელი კომპონენტი უბრალოდ სამ უნდა გამოვიდეს კომპონენტი მარშრუტიდან გამომდინარე. ეხლა იდეაში ნახეთ about-ს რო დავაჭიროთ აქ. ნუ about-ზე გადმოვედით, home-ს დავაჭირეთ, home-ზე გადმოვედით. დავაჭირე about-ს, about-ზე გადმოვედი. ეხლა რატომღაც არ მუშაობდა, წერან იმიტომ არ მუშაობდა, რომ იდეაში მისამართები არ მქონდა აქ გაწერილი. აი აქ რადგან ეხლა about-ი დავწერე, href-მა დაიწყო მუშაობა. ნახეთ, ანუ ერთი კომპონენტი და მეორე კომპონენტში როგორ გადავდივარ. ანუ რეალურად აი აქ ერთი კომპონენტი გადის, მეორე კომპონენტი შემოდის. ანუ ჩათვალეთ რომ ანუ ეხლა მაგალითად თუ ვიმყოფებით Arial მისამართზე, ანუ localhost 4200-ის შემდეგ არაფერი თუ არ წერია, ეს იმას ნიშნავს რომ აქ გვაქვს აღწერილი, როდესაც არაფერი არ არის, ამ შემთხვევაში გამოგვიდეს home კომპონენტი. ანუ აქ იწერება app home-ი. მერე თუ გადავალთ პირობითად მისამართ about-ზე, აქ გამოვა app about-ი. აი ზუსტად ამას აკეთებს router outlet. ამ router outlet-ის გასტილვა შესაძლებელია სტილების მიცემა? ანუ სადღაც ჩარჩოში გამოვიყვანოთ ერთ თქვათ რაღაც? თვითონ router outlet-ი რო გავსწავლოთ ეს მაინც და მაინც არ მგონია რომ კარგი იყოს. ანუ იცი როგორ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? ხო, რამედიუსში ჩავსვათ მაგალითად, ესეც შეგვიძლია რამედიუსში ჩავსვათ მაგალითად router div-ი შევქმნათ კლასით router. და აი მაგალითად შეგვიძლია ეს თავის მხრივ რაღაც ამას რაღაც სტილები მივცეთ. მაგალითად გავაკეთეთ routers მიმართოთ, მაგალითად width მივცეთ ამას 800 პიქსელი, margin 0 auto არ გინდა 20 პიქსელი auto იყოს. height მივცეთ რაღაცა min height მივცეთ. მაგალითად 300 პიქსელი და padding-ებიც დავუწეროთ.
და background color შევუცვალოთ მაგალითად orange. ნახეთ ახლა რა ხდება? აი ზუსტად ამ კომპონენტში მოდი ფიქსირებული სიმაღლე ჯობია. მოდი ცოტა გავუვდირო 100 პიქსელამდე, ამაზე მეტი ხო არ იქნება. და აი ნახეთ რა ხდება. ანუ ეს კომპონენტები უბრალოდ აი ამ იმაში იღებენ ცვლილებას რა. რადგან ეხლა route div-ს ჩავსვით, აი ამ div-ს ვერ გასდება ეს route outlet-ში შემომავალი კომპონენტი. ესეთ რაღაცას ვიღებთ. შეგვიძლია შავი გავაკეთოთ, რომ კარგად გამოვიდეთ. ანუ ესეთი რაღაც მივიღეთ ახლა ჩვენ აქ ეს რამე. ახოსტი რო ვიწერი, მოდი ახლა სხვა მარშრუტებიც ავწეროთ, approach-ში გადმოვიდეთ. დავწეროთ რომ მისამართი როდესაც იქნება docs-ი, ამ შემთხვევაში კომპონენტი გამოგვივიდეს docs კომპონენტი. ანუ ახლა იდეაში ეს არის კლასის სახელები, ხო? ანუ მე რო docs-ში გადმოვიდე და TypeScript-ში. იქნება სახელი კლასის სახელი docs კომპონენტი. აი about კომპონენტის კლასის სახელი იქნება about კომპონენტი და აი mouse-ი რომ მივიტანო იდეაში მაგას ვანახებს about კომპონენტი, იმპორტირდება და ასე შემდეგ. და ახლა ბოლო მისამართიც ავწეროთ path, რომელი დაგვრჩა კონტაქტი. მისამართი როდესაც იქნება კონტაქტი, ამ შემთხვევაში კომპონენტი, კონტაქტ კომპონენტი გამოგვივიდეს. და შეგვიძლია ახლა გადმოვიდეთ და შევამოწმოთ. ომს დავაჭერთ, ომი გამოგვიდეს about-ი, კონტაქტი და docs-ი. ოღონდ იდეაში ახლა მე თუ აქ სარეალ მისამართზე ვიქნები, ანუ როდესაც საიტს გავხსნი, ყოველთვის home კომპონენტი დამკვდება აქ. იდეაში ეს არ უნდა მოდი გავუშვით. ანუ ეხლა საიტზე გვერდებზე გადასვლაზე ეს უფრო რეკომენდირებულია ვიდრე სხვა როგორც HTML ფაილების გაკეთება დღესდღეობით? კი, Angular-ში ფინანი იდეა იცით რა არის? აი, ზუსტად ეს რომ მოხდეს გვერდებზე გადასვლა რა. ანუ რეალურად ჩვენ ერთი გვერდი და მეორე გვერდზე კი არ გადავდივართ რა. ერთი კომპონენტი გადის და მეორე კომპონენტი შემოდის იმის ადგილას. მაგრამ, ეხლა მე იდეაში ბოლომდე არ გამიკეთებია Angular-ის routing-ი, ეს უბრალოდ routing-ი არის. Angular-ის routing-ი რას გულისხმობს რა? Angular-ის routing-ი და ზოგადად Angular-ის თავარი სტანდარტი არის single page application სტანდარტი, ესეთი სტანდარტია, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვქმნით ერთ გვერდიან აპლიკაციას. ანუ ერთი გვერდი იქნება. ანუ მე რომ ეხლა რაღაც ვაკეთებ, ეს ყველაფერი არის ერთ გვერდზე რეალურად, მაგრამ რეალურად ეს ერთი გვერდი არის ბევრი კომპონენტისგან შემდგარი. და აი ამ კომპონენტებში გადავდივართ. მაგრამ ჯერჯერობით მე რომ რაღაც კომპონენტს გადავდივარ, აი აქ დააკვირდით, აქ დააკვირდით და კიდე აქ რომ რეალურად ნახეთ რა ხდება. საიტი იტვირთება, ხო, თითქოს და. მაგრამ ეს არის დაუშვებელი ახლა. რომ უნდა დარეფრეშდეს საიტი პირდაპირ უნდა მოხდეს კომპონენტის გასვლა და შემოსვლა. ეხლა ეს გადატვირთვა იმიტომ ხდება, რომ ჩვენ აქ ვიწერია href-ები. ანუ href-ში არ უნდა გქონდეს ეხლა ჩვენ ეს მისამართებით ჩაწერილი. ამის ალტერნატივა არის router link. ჯერ აქ კომპონენტ HTML-ში მოდით router link შემოვიტანოთ, ანუ აქ იმპორტებში საუცილებლად უნდა დავაიმპორტოთ router link-ი, რომ გამოყენება შეძლოთ შემდგომ. და ეხლა შეგვიძლია გადმოვიდეთ app component HTML-ში და ეს href-ები ჩავანაცვლოთ router link-ებით. ანუ href-ის მაგვირად უბრალოდ უნდა გვეწეროს router link-ი, ანუ router-ის მისამართი. href-ები ჩანაცვლა router link-ებით და ნახეთ, ეხლა მე რომ გადმოვალ ბრაუზერში.
რა მოხდება დავაჭერ homes, გადმოვადი homes-ზე, about-ი, კონტაქტი, docs. ნახეთ როგორ ხდება ახლა ნავიგაცია უკვე. საიტი აღარ რეფრეშდება და პირდაპირ იმ წამსვე გამოგვდის ახალი კომპონენტი. ანუ ჩვენ იდეაში ახლა ყველაზე მთავარი რაღაც გავაკეთეთ Angular-ში, Angular-ის routing-ში, რომ კომპონენტის გასვლას ისე ვახდენთ, რომ საიტი არ რეფრეშდება. ანუ რეალურად ეს არის ერთი გვერდი ახლა. ხო, სხვა გვერდზე არ გადავდივართ, მაგრამ რეალურად შეგვიძლია ზუსტად ისე მოვიქცეთ, თითქოს სხვა გვერდზე გადავდივართ. ანუ აქ ახლა შემიძლია მე ერთი რაღაც შევქმნი, მაგრამ ესეთი შემიძლია მაგალითად 1000 რაღაც გავაკეთო. ხო, აი ამ ეს რომელი კომპონენტი არის docs კომპონენტში. შემიძლია რომ აი ესეთი რაღაც შევქმნა, ხო, და რამდენი რაღაცაც მინდა და როგორ რაღაცაც მინდა გავაკეთო. და ეს ერთი მთლიანი გვერდი იქნება. სამისად აი ამ სტანდარტი SPA, ანუ single page application, ხდება ზუსტად ამ Angular routing-ის საშუალებით. რომ ჩვენ არ ვქმნით ახალ არ გადავდივართ ახალ გვერდზე და ასე შემდეგ. ეხლა მაგალითად შემიძლია ეხლა ესე open link-ი new tab-ზე გადავიდე და რედირექტირება მოხდეს ამ კომპონენტზე, მაგრამ რეალურად რეალურად ჩვენ ერთ გვერდზე ვიმყოფებით, უბრალოდ კომპონენტების ცვლილება ხდება რა, ერთი კომპონენტი გადის, მეორე კომპონენტი შემოდის. ადგილი ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, სად უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს კომპონენტის ცვლილება და მაქედან გამომდინარე ვიღებთ აი ესეთ საინტერესო რაღაცას. ვიცით უკვე წინასწარ სად უნდა გამოვიდეს კომპონენტი. შესვენება გამოცხადდა და მე მგონი
ნორა კაზუც უცებო. Akvar. Akvar. Meki. ო, გიორგი შენ შემოხედი. ხო, ანუ რაზე გავჩერდით routine-ი, ხო? ეს ნახეთ ახლა როგორ გავცვალოთ კომპონენტები ერთმანეთში, ხო? ანუ სხვა კომპონენტზე როგორ უნდა გადავიდეთ. ახლა შეგვიძლია განვიხილოთ ესეთი რაღაც. აი მაგალითად, მე რომ გადავალ about კომპონენტზე, ხო? მომხმარებელს მოდი რამენაირად ვაჩვენოთ, რომ იმყოფება about კომპონენტზე. ანუ, როდესაც ვიმყოფებით მაგალითად about-ზე, აი ამ about-მა შეიცვალო სტილები. როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა? ანუ, რამე აი მაგალითად ამ ფერი შეეცვალოს, ან ქვედა ტირე გაუშვეს, ან font size-ი გაეზარდოს. დიაში როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ამისთვის უნდა დავუწეროთ ჩვენს და app component types გქჩი რა ხდება. ანუ კაი. ახლა A tag-ებს, რომელზეც გვაქვს router link-ები მიცემული, შეგვიძლია მივცეთ ესეთი დამატებითი ატრიბუტები, როგორიც არის router link active. router link active წაიკითხავს მარშრუტს და თუ სწორ მარშრუტზე ვიმყოფებით, მიცემს class elements, მაგალითად actives. აქ რა ხდება? active. ხო. და ნახეთ, 4 elements დავუწერ მე router link actives. და აქედან გამომდინარე იმ ელემენტს, რომლის მარშრუტზეც ვიქნებით გადასული, აი მაგალითად ვართ local host 4200/. Serial slash-ზე homes მიცემს class actives, აი ამ ეს router link active about-ზე, რა თქმა უნდა, class actives მიცემს about-ს, contact-ზე, contacts და docs-ზე, რა თქმა უნდა. ანუ, როდესაც ამ მარშრუტზე ვიმყოფებით მაგალითად, class actives, router link active მიცემს აი ამ A tags. ამისად ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველ რიგში გადმოვიდეთ და app component CSS-ში შეგვიძლია class active ავწეროთ. მაგალითად, class actives ექნება ერთი სტილები. მაგალითად, font size-ი სტანდარტულად რამდენი პიქსელი აქვს? 25 პიქსელი და ახლა ამას გავუხდება 28 პიქსელი. იმ ელემენტს, რომელსაც class-ი ექნება active და color-ი მაგალითად შევუცვალოთ თეთრიდან CCC გავუხადოთ მაგალითად. ცოტა მონაცრისფრო და ქვემოდან შეგვიძლია text decoration underline-ი მივცეთ. underline-ი. და მოდი გადმოვიდეთ ახლა home-ზე. მას class-ი active არ მიიღო router link active. ხო, ალბათ ესეც დასაიმპორტებელია. No standalone-ზე ამის დაიმპორტება არ გვჭირდება. router link active. ერთზამ. ქვემოთ შევესწრებით დაიმპორტებას. router link აი, ხო, router link active. დიგდი პატარა 100 მეწერა და იმიტომ აი routerების იმპორტებს ერთად დავწერ, ფორმების იმპორტი აქ მაგდა და მე კომპონენტების იმპორტიც ერთად. ეს შეგვიძლია ესე პირობითად დავყოთ, რომ გავარჩიოთ სად რა იმპორტი იმყოფება. ეს route-ები, კომპონენტები, რაღაც forms მოდული, მე აქ რაღაც common მოდული გვექნება პირობითად და ხო, ანუ router link active-ის დავაიმპორტეთ. ახლა იდეაში, რადგან standalone სტანდარტზე ვიმუშაობთ, ყველაფრის დაიმპორტება გვჭირდება, router link active-ის no standalone-ზე რო გადავალთ, აი ყველაფრის დაიმპორტება არ მოგვიწევს. ახლა გადმოვიდეთ app component HTML-ში და ანუ იდეაში უკვე ვნახოთ, რომ იმუშავებს. აი თუ დააკვირდებით ახლა underline-ი მიიღო home-მა. ახლა about-ს დავაჭერთ, about-ი მიიღეს, post font size-ი იზრდება რატომღაც 32 პიქსელს დავუწერ. ხო, ის არის იზრდება font size-ი.
font size რატო არ იზრდება? ფერი ეცვლება? ფერიც არ ეცვლება. მოდი დავუწეროთ იმპორტანტი. იდეაში არ ამნიშნულოვან სტილად თulis ამას, რადგან ეს კლასი მერე ეძლევა. ამ ეს კლასები გადაწერენ, ასე ვთქვათ, აი ამათ მნიშვნელობებს. იმპორტანტს რო უწერთ, მნიშვნელოვანს ვხდით და შესაბამისად ესეთ რაღაცას ვიღებთ. მე transition-ით დავუწეროთ. 8x. Transition-ი 0.1 ეს. ანუ 8x ვეუბნები, რომ active-ის კლას როდესაც მიიღებ, ნელა გადარი და პირდაპირ არ მოხდეს ცვლილება. და ეს რაღაცას ვიღებთ. იდეაში აქვე შეგვიძლია transition-ის დაწერა. active-თან. და ესეთი რაღაც მოხდება. ხო, მაგრამ თუ დააკვირდებით, ახლა აი აქ ერთი უცნაური რაღაც ხდება. ანუ home ყოველთვის არის active. ანუ home ყოველთვის აქვს კლასი active. იმის და მიუხედავად რომ იდეაში ჩვენ ვიმყოფებით ახლა მარშრუტ /about-ზე, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში home ანთებულია, კონტაქტზე გადავდივარ. აქ მისამართი კონტაქტზე ვიმყოფები და მაინც homes გვიჩვენებს აქ. რისი ბრალია ეს? ამ ყველაფერს აშავებს აი ესეთი რაღაც, რომ ნახეთ, მე ვეუბნები, რომ თუ მისამართი, router link-ის მისამართი ემთხვევა, აი აქ მყოფ მისამართს, ამ შემთხვევაში გამომიტან მიეცი კლასი active ამ ელემენტს. მაგრამ მოდი აქ slash დავწერ, იგივე цаრიელი ბრჭყალები ზოგადად ნიშნავს slash მეუბნები აქ. როდესაც цаრიელი ბრჭყალები არ გვწერია, ეს slash-ის ტოლი იქნება. მაგრამ ნახეთ, ჩვენ რა გვაქვს ახლა აქ? ჩვენ slash და შემდეგ docs-ი გვიწერი. ანუ რას გულისხმობს ახლა ეს? ჩვენ რეალურად ვიმყოფებით აი ამ მარშრუტზე, slash-ზე. და ასევე ვიმყოფებით docs-ზე. ხო? ანუ ორივე მარშრუტზე ვიმყოფებით ერთდროულად. ამ цаრიელი slash-ი იკითხება როგორც. цаრიელი slash-ი რა თქმა უნდა და ამას გონია რომ home კომპონენტზე ვართ და მე docs-საც კითხულობს და მე რეალურად slash docs-ზეც ისედაც ვიმყოფებით, ხო, მაგალითად. ვიხდით აი აქ პრობლემის არსი რაშია? კი, ანუ ორი პირობა მართლდება, ასე ვთქვათ. კი. და ეხლა იმისთვის რომ ჩვენ ეს პრობლემა გამოვასწოროთ, ამისთვის ჩვენ უნდა უთხრათ, რომ შენ წაიკითხე მთლიანი მისამართი და მთლიანი მისამართი თუ ემთხვევა, მთლიანი მისამართი თუ ანუ ეს route თუ ემთხვევა მისამართს. მთლიანად მას ცალკე slash, ცალკე docs და ცალკე ისინი არ წაიკითხო. ამ მთლიანი წაიკითხეს მისამართის შემდეგ რა წერია და ეს მთლიანი თუ ემთხვევა, მხოლოდ მაშინ მიეცი ეს კლასი router link active საშუალებით. როგორ უნდა უთხრათ ეს? ნახეთ, router links შეგვიძლია დაუწეროთ ესეთი რაღაცა, router link active options. ნახეთ, router link active options უდრის და ბრჭყალები. მაგრამ რადგან ეს აი აქ მინდა მე ახლა რომ აქ რამე რო ჩავწერო ეს უბრალოდ string-ი იქნება, მაგრამ მე მინდა რომ აი აქ ჩავწერო JavaScript-ის კოდი. JavaScript-ის კოდი რო ჩავწერო, ამისთვის მე უნდა ჩავსვა აი ეს ელემენტი კვადრატულ ფრჩხილებში. კვადრატულ ფრჩხილებში რო ჩავწერთ, ვიცით რომ უკვე JavaScript-ის კოდის ჩაწერა შეგვეძლება, ხო შეგიძლიათ? ამიტომაც ბრჭყალებში მე შემიძლია გავხსნა ობიექტის ფრჩხილები და ნახეთ რა გავაკეთო, დავწერო exact ორი წერტილი და true. რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ router link active-ის, ანუ აი ამის option-ები, რაღაც პარამეტრებში შევედით და პარამეტრებში აი აქ ნახეთ ახალი ობიექტი დავწერეთ. მივმართეთ უბრალოდ აი ამ ობიექტს და ვეუბნებით რომ exact true, ანუ exactly მისამართი თუ იქნება ზუსტიო, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიეცი კლასი active. ამიტომ ეს მხოლოდ ამ ელემენტზე, რადგან აი ამ ელემენტებს არ ჭირდებათ იდეაში. ეხლა ამ exact true-ს მიცემა და შესაბამისად ნახეთ, ეხლა home-ი აღარ იქნება ანთებული იმის და მიუხედავად რომ აი ეს მარშრუტი მაინც იკითხება.
და ამისად აი კომპონენტებში ესეც უებას ვახდენთ, მომხმარებელი ხვდება რომელ მარშრუტზე იმყოფება, ეს ამისად რაუტინგი იდეალურად გვაქვს ახლა ჩვენ აღწევი. აქ კიდე რა შეგვიძლია განვიხილოთ. პარამსების შემდეგზე ჯერ არ გვინდა პარამსები query ხო, აქ რამე ხო არ იყო გავუგებარი. კარგით, მაშინ ახლა შეგვიძლია განვიხილოთ უკვე პროგრამული ნავიგაცია. ანუ რაღაც პროგრამულად რომ გადავიდეთ მისამართზე. როგორ უნდა გავაკეთოთ? აი მაგალითად about-ში მე შევქმნი რამე Relax ახლა. ანუ მოვალ about-ში კომპონენტში და შევქმნი Relax ბატონი, რომელზეც ნახეთ დავწერ clicks. Clicks-ის საშუალებით ვეთქვი რომ გამოვიძახებ navigate ფუნქციას. ამ კომპონენტში about კომპონენტის HTML შევქმნი ღილაკი და აქ უთხრათ რომ მაგალითად რომელ კომპონენტზე გადავიდეთ და მაგალითად home კომპონენტზე დაბრუნება მოხდეს აი ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ. ეხლა მეთოდ navigate-ს ავწერთ ჩვენ about კომპონენტის TypeScript-ის ფაილში, კლასში რა თქმა უნდა. და ნახეთ ჩვენ რაღაც ერთი ძალიან საინტერესო რაღაც უნდა გავაკეთოთ. მე აი აქ უნდა შევქმნა კონსტრუქტორი. კონსტრუქტორში მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ელემენტი დავაინჯექტოთ. ანუ სპეციალური კლასი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ შემდეგ გამოვიყენოთ. სანამ ამ კლასს არ დავაინჯექტოთ, ამ კლასს ვერ გამოვიყენებთ, ამ კლასის შესაძლებლობები რომ გამოვიყენოთ, უნდა დავაინჯექტოთ. როგორ უნდა დავაინჯექტოთ? ნახეთ, ჩვენ კონსტრუქტორში გვაქვს ფრჩხილები, ხო? ჩვეულებრივად ფუნქციის ფრჩხილები და აი აქ უნდა ჩავწეროთ იმ ელემენტის სახელი, რომელიც გვინდა რომ შემოვიდაოთ. და ჯერ პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავუწეროთ ინკაპსულაცია. ინკაპსულაციასაც განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით დავუწეროთ, რომ ეს იქნება პრივატული და დავუწეროთ ესეთი კლასის სახელი, როგორც არის router. რა პრობლემა, router but it's will never read. ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა, სახელს ვაძლევთ router-ი და ორი წერტილი და ნახეთ ახლა უნდა შემოვიტანოთ კლასი. ორი წერტილი router. და ნახეთ ეს router-ი დაიმპორტდება Angular router-იდან. ეხლა ეს კლასი, რომელი კლასის დავაიმპორტეთ, ამაზე ბევრს ვიმუშავებ, ჯერჯერობით არ შეგეშინდეთ ამის, ცოტა რთულად შეიძლება შეგერდეს ახლა, მაგრამ ეს კლასი შემოვიტანეთ, რომელი კლასით გადავეცით ცვლად. ეს ცვლადი არის router. ეხლა ამ router-ის გამოყენება შემიძლია, ამ ცვლადის გამოყენება შემიძლია, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი სხვადასხვა ფუნქცია. ნახეთ, ეხლა შემიძლია ამ this წერტილი routers მივმართო აი ამ routers, რომელიც შემოვიტანეთ, რომელსაც კლასის მნიშვნელობა აქვს. და ნახეთ, წერტილის საშუალებით გამოვიძახოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის navigate. და გავხსნათ ფრჩხილები. აქ აუცილებლად უნდა გავხსნათ კვადრატული ფრჩხილები, ანუ მასივის ფრჩხილები და ბრჭყალები, სადაც უნდა მივუძდოთ რა მარშრუტზე გადავაადგილდებით. მაგალითად, ჯერჯერობით გადავიდეთ ხო about-ში ვართ. მოდი docs-ზე გადავიდეთ. home გვიწერია იქ, მაგრამ უბრალოდ docs-ზე გადავიდეთ და შევამოწმოთ როგორ გადაგვყვას. მოდი დავაჭიროთ homes და როგორც ხედავთ, გადმოვედით docs კომპონენტზე. სერიალ ჭალებს უდავტოთ აქ, რა თქმა უნდა. სად გვაქვს about კომპონენტზე გადმოვალთ და სერიალ ჭალებზე რა თქმა უნდა home კომპონენტზე დაგვაბრუნოთ, ხო? ეს ბატონ შეგვიძლია აქ უბრალოდ pixel,
უბრალოდ რო ის საშუალება გქონდეს, ხო? და ეხლა აი ამ გულაგის დაჭერის შემთხვევაში გადმოვდივართ home-ზე. ანუ იდეაში პროგრამული ნავიგაციაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მე არ გულისხმობ ეხლა ამ პროგრამულ ნავიგაციაში მაინც და მაინც ღილაკზე დაჭერით. ღილაკსაც ჩვეულებრივად შეგვიძლია სხვათა შორის მივაბად router link. Router link. და ამას დავაკოპირებ აი ჩავს. და router link-ის საშუალებით მაგალითად უთხრათ რომ docs-ზე გადავალთ, თუმცა ეს router link-ი აუცილებლად უნდა დავაიმპორტოთ ამ კომპონენტში, რადგან ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ ხო? add const თუ არა const. პატარა ასეთი წერია router link. და მაგალითად ეხლა აი აქ ხო დავწერეთ docs-ი და ნუ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში router link ვარ გადავყავართ. აი იმაზე გადავგვიყვანა. docs-ზე არ უნდა და slash-ი გამოიჩი. ღილაკზე slash-ით ვიწევს ნავიგაცია. გადავყავართ. about this docs. აქ აუცილებლად slash დაგვჭირდება. როდესაც ღილაკით გამოვიძახთ ნავიგაციას, ანუ tag-ზე არ გვჭირდება ეს slash. ღილაკზე გვჭირდება. ანუ როგორც უკვე ვთქვი, მე განახეთ ეხლა აი აქ პროგრამული ნავიგაცია. ანუ ფუნქციის გამოძახებით მე შემიძლია გადავიდე სხვადასხვა მისამართს. ეხლა ეს არის ფუნქცია, რომელსაც ღილაკით ვიძახებთ, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაზე შეგვიძლია ეს ფუნქცია გამოვიძახოთ. აი მაგალითად ეხლა მე ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ნუ აქ ოკეი, ჯერჯერობით ამას დავაკომენტარებ და ნახეთ რას გავაკეთებ. დავუბრუნდები. აი აქ ყველაფერს დამატებიც გავუთიშე. აი ესეთ ფუნქციას დავწერ ამ ფუნქციაში მე. set timeout. და პირველ რიგში funcs შევქმნი. raw functions გავაკეთებ, რა თქმა უნდა, სახელიანი ფუნქცია და მაგალითად ვეტყვი რომ ეხლა ჯერჯერობით ვერ მიხვდებით რა ხდება, მაგრამ 3 წამი. ის navigate გამოვიძახოთ კონსტრუქტორში. და ნახეთ about-ზე გადავალ, დავუვდით რამდენიმე წამი. და გადმოვედით home component-ზე. ანუ ეხლა მე იდეაში აქ რა გავაკეთე. დავაყენე ტაიმერი. მაგალითად 2 წამიანი ტაიმერი შემიძლია დავაყენო და მაგალითად გადმოვედი about component-ზე 1 წამი, 2 წამი და გადმოვედი ისევე home component-ზე. ანუ ტაიმერი დავაყენე და ვუთხარი რომ ტაიმერის გასვლის შემთხვევაში, ანუ 2 წამის გასვლის შემთხვევაში გამომიძახე ფუნქცია this router navigate და home component-ზე გადმოვიყავ. მაგალითად სხვადასხვა რაღაც შეგვიძლია ავწეროთ ასევე აი ამ ფუნქციაში, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძახება, მაგალითად, როდესაც მაგალითად რა სიტუაცია შეიძლება იყოს, რა სიტუაციაში შეგვიძლია კიდე გადავყავოთ. ხო, აი მაგალითად მომხმარებელი არის დალოგინებული საიტზე, ანუ საიტზე შესულია, მაგრამ logouts როდესაც დააჭერს, logouts-ზე ღილაკის დაჭერის შემდეგ მომხმარებელი ავტომატურად დაბრუნდეს რაღაც გვერდზე. ან თავის პროფილიდან რომ გამოდიხარ თქვენ რაღაც Facebook-დან ასაკმე. ხო, ავტომატურად რაღაც თავარ გვერდზე გაბრუნებთ. აი, მაგ დროს ანუ მაგალითად logouts-ზე დაჭერის შემდეგ გადმოვიდეთ თავარ გვერდზე. აი, ამ სიტუაციაში შეგვიძლია გამოვიდეთ. ხო. საკითხი გამოვიდა. შეგვიძლია დავაკომენტაროთ და აი აქ ისევ ის გამოვიძახოთ. იდეაში მე ახლა მანდ რაც გავაკეთე ესეთ timeout-ი ამ set timeout-საც აგიხსნით აუცილებლად. დავაბუნოთ ჯერჯერობით ეს. ხო. ისე მოქმედებს და კიდევ ეხლა რა ვთქვი რა უნდა გავაკეთოთ, ხო?
გახსოვთ ვინმე ეს? რა გვახსოვს? აი ხა თქვი რაღაცა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ნამოწდა რა უნდა გავაკეთებ. ამ ტაიმაუტსაც გავიურიო ეგ მახსოვს. აი ტაიმაუტამდე თქვი მგონიან ტაიმაუტს. რაღაც გაკეთება მინდოდა და twin-და დამომივარდა ეხლა. აი მო ტაიმაუტი გავიარეთ. მაშინ ვიდეოში ტაიმაუტი საჭირო თემაა რეალურად დაგჭირდება რა და უბრალოდ პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ. ძალიან მარტივი მეთოდია. აი მაგალითად set timeout რამ ფუნქცია შევქმნათ. და აი ამ ფუნქციას აი ესეთ რაღაცას აი ამ მეთოდში უბრალოდ ეს რაღაც გავკომპონენტში ვარ ახლა. მყოფებით და შევქმნი ესეთ მეთოდს, როგორც არის set timeout. ახლა set timeout-ს გადაეცემა იდეაში ორი პარამეტრი. მაგალითად, პირველი პარამეტრის სახით ჩვენ შეგვიძლია რამ ფუნქცია შევქმნათ. მაგალითად, ზემოთ გქონდეს f1 მეთოდი. ახლა f1 მეთოდში მექნება console log 1. ანუ მეუბნები რომ კონსოლში დამლოგე 1-ია. აქ შემიძლია უთხრა, რომ this f1 გამომიძახე პირველი პარამეტრით, მეუბნები ფუნქციის გამოძახებას, აქ შეგვიძლია რომ ფუნქციის სახელი ჩავწეროთ და იმ ფუნქციას გამოვიძახებთ, ან პირობითად ჩვენი შევქმნათ რამე row function და ამ row function-ში ჩავწეროთ რა მოქმედება გვინდა. მაგრამ მოდი ჯერ ფუნქციის გამოძახება უთხრათ. ანუ ეს ფუნქცია გამომიძახე და შემდეგ უკვე წერთ რამდენ წამში უნდა გამოგძახოს. 2000 1000 წამი არის ერთი წამი, 2000 წამი ორი წამი და ასე შემდეგ, ანუ მილიწამებში იდეაში. წერთ ახლა მნიშვნელობას. მაგალითად, თუ ეტყვით რომ 2 წამში ეს ფუნქცია გამომიძახე, ჯერ რა თქმა უნდა ეს function გამოვიძახოთ კონსტრუქტორ. და მოდი ვნახოთ ახლა. ხოლმე გავხსნათ, იდეაში ერთიანი უკვე დაწერილი იქნება, მაგრამ ნახეთ 1 2 გამოგვივიდა. მაგალითად, არა 2 მაგალითად 4 წამს დაუწერ, მაგალითად და ეხლა რაღაც 12 დაგვიწეროს, ხო? 1 2 3 4 5 გამოგვივიდა 12. ანუ set timeout-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ფუნქცია გამოვიძახოთ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ. ან მაგალითად ღილაკს რო დააჭერს მომხმარებელი რაღაც ტაიმერის ათვლა დაიწყოს და მერე გამოვიძახოთ. ან პირობითად set timeout-ის მაგივრად კიდევ ერთ-ერთი მეთოდი შეგვიძლია ვნახოთ. ნახეთ set interval. set interval-იც ანალოგიურად მუშაობს, ანუ გადაეცემა პირველი პარამეტრის სახით ფუნქცია, რომელიც უნდა გამოვიძახოთ და მეორე პარამეტრის სახით უკვე დრო რამდენ წამში უნდა შესრულდეს ეს ფუნქცია. მაგრამ set interval-ი set timeout-ის განსხვავებით სრულდება ბევრჯერ. ანუ set timeout-ი როგორ თქვა ერთხელ შეასრულებს მოქმედებას, მაგრამ set interval-ი იმუშავებს. ნახეთ ყოველ 2 წამში ერთხელ გამოგვიძახებს აი ამ 12-ს. ყოველ 2 წამში გამოიძახებს ფუნქცია f1-ს. ანუ იდეაში set timeout და set interval-ი აი ესე გამოიყურება. ამას სხვათა შორის ამ timeout და intervals Angular-ის მხრიდანაც ვისწავლით, Angular-ს უფრო ძალიან კარგი ერთ-ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი აქვს ასინქრონულ ფუნქციებთან სამუშაოდ. როგორიც არის RxJS ბიბლიოთეკა, Angular-ის ბირთვი ასე ვთქვათ, Angular-ის მატორი რაც არის RxJS-ი, NGRX-ი უფრო სწორად, რომლის საშუალებითაც ასინქრონულ მეთოდებზე ძალიან კარგად მუშაობთ. ხო, ზოგადად ასინქრონული ფუნქცია თუ იცით რა არის? არა. აი მაგაზე ბევრი მუშაობა დაგჭირდება. ასინქრონული ფუნქცია არის ესეთი რაღაც, აი მაგალითად მე რომ ესეთი
ანარებულად ლაპარაკობ, მაგრამ აი აქ გავაკეთებ ახლა ესეთ რაღაცას, რომ კონსოლში set intervals მე წავშლი და ვეტყვი რომ 2 წამში გამომიტანე აი ეს მეთოდი. გამომიძახე ეს ფუნქცია უბრალოდ. მაგრამ აქ დავწერ, სამი კომენტარებინა ჯერ ეს დავაკომენტაროთ. და აი აქ ვეტყვი რომ დამილოგე 2-იანი. ეხლა თქვენი აზრით რომელი უფრო პირველი გამოვა? 1-იანი თუ 2-იანი? ამ ჯერ ვეუბნები რომ ეს 1-იანი გამომიძახე და მე ვეუბნები რომ ხო რა, ამ 1-იანს ვიძახებ და მე ვეუბნები რომ კონსოლში 2-იანი დამილოგე. ეს 2 წამის მერე იქნება გამოძახებული. კონსტრუქტორში ზის ფანქიდან და ხო, ანუ ამას უბრალოდ კონსტრუქტორში იმიტოს ის რომ უბრალოდ გამოვიძახოთ. ხო და რეალურად F1-ს არც ვიძახებს და ასე რომ 2-იანი დაილოგება. არა, უყურე 1-იანს ვიძახთ, თქო, აი აქედან რა. ესე ტაიმაუტი გამოიძახებს 2 წამში 1-იანს. გასაგები. მაშინ ჯერ კონსოლ ლოგი 2 დაილოგება. კი ბატონო, კონსოლ ლოგი 2-იანი დაილოგება. მოდი ვნახოთ, აი. დაილოგა 2-იანი და გავუდადრო და დაილოგა 1-იანი. არა და რეალურად ჩვენ ჯერ პირველი 1-яნის დალოგვა გვიწერია, მერე 2-яნის დალოგვა გვიწერია. მაგრამ 2 წამი რადგან არის ინტერვალი? ხო. ეს ნიშნავს ასინქრონულობას. აი მაგალითად ეხლა მე რომ funk 2 შევქმნა. funk 2 და აი აქ გადმოვიტანო ეს კონსოლი. აი ხო ქვემოთ ვუთხრა რომ ქვემოთ ვეტყვი რომ this funk 2 გამომიძახე. ეხლა რომ მოსდალოგავს პირველს. ისე 2-იანს. კი ბატონო, ისე 2-იანი დაგულოგება პირველი. რადგან ანუ რეალურად ეხლა იცით როგორ არის აქ? ეს ყველაფერი ჩვენ რასაც ვიძახით. მაგალითად კონსოლში. კონსოლოგი პირდაპირ სინქრონულად მიდის call stack-ში. call stack-ი არის ესეთი რაღაც, რომელშიც ხდება ჩვენი გამოძახებების რიგი. ანუ ჩვენი გამოძახებების რიგი დგება, ამ რიგში მიდის კონსოლოგი 1-იანი და პირდაპირ გამოგვდის. მაგრამ 2-იანი, რადგან ასინქრონულია, ეს 2-იანი დგება 1-яნის უკან. ზოგადად ასინქრონულ ოპერაციებზე ბევრს ვისაუბრებთ. ანუ ერთი ლექცია ასინქრონულობაზეც გვექნება. და განვიხილავთ, ანუ მაგალითად ეხლა სერვერზე გაგზავნილი მოთხოვნა. აი get fetch-ზე რო განვიხილეთ, get-ი, post-ი და ასე შემდეგ, ხო? აი ეგ მეთოდები ეგ მეთოდებიც ასინქრონულები არიან. ანუ fetch-ი არის ასინქრონული. რადგან ჩვენ რომ სერვერზე მოთხოვნას ვაგზავნით, ეს მოთხოვნა პირდაპირ ჩვენ არ გვიბრუნდება. მოთხოვნაზე პირდაპირ იმ წამს არ გვიბრუნდება პასუხი. რაღაც გარკვეული დრო ჭირდება სერვერს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაამუშაოს. თუ სწორი მოთხოვნა იქნება, გამოვაგზავნოს უკვე პასუხი. ამიტომაც ეს მოთხოვნაც, ანუ სერვერზე რა სახის მოთხოვნაც არ უნდა გაიგზავნოს. ყველა შემთხვევაში ეს მოთხოვნა იქნება ასინქრონული. და შესაბამისად ასინქრონულად დაგვიბრუნდება პასუხი. ამაზე ანგულარში ბევრს ვიმუშავებთ. განვიხილავთ სხვადასხვა თემებს ასინქრონულობაზე. ვიაში ახლა როუტინგზე კიდე რა შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ. ვიაში როუტინგზე მეტი განსახილველი არაფერი გვაქვს, რამე ხო არ დარჩა კითხვა. ისეთი კითხვა არაფერი ამ თემასთან. აი, მოდი იცი როგორ ვქნათ ახლა. ეს დღევანდელი თემაა მოვწურეთ.
მიხეთ ყველაფერი რაც საჭიროა. და ახლის ახსნასაც აზრი არ აქვს. მოდი რამე ძველ თემებზე შეგვიძლია გავუგებო. ძველ თემაზე თუ აი ისე წეღანდელი რო კითხვა შესვენებაზე ვაკეთებდი, მაინც არ გავმივიდა და აი მოდი აბა ვნახოთ რა შეაქვს. ისე გავაზიარებ. და მოკლედ ამით ესეც მაქვს. კი ბატონო, აი ესე. გვაქვს. როგორ? საშინაო დავალებაში გვაქვს? ხო, რაღაც კი. ხო, საშინაო დავალება იყო ეს, და. ხო და ნახე აი აქ ანუ აქ რო მეორე იმაში ხომ აქვს ანუ names კომპონენტში ეს სახელები და ეს რო აიბეჭდოს აი აქ და პლუს ანუ აქ add name-ით მინდა რომ ანუ მეორე კომპონენტში ჩაემატოს, მაგრამ თან აქ name list-შიც გამოვიდეს. აი, ეხლა შენ გამოგცემ ფონში მიღებული my names მასივიდან გამომდინარე სვადი name-ები, ხო? მანახე TypeScript-ი კიდევ ერთხელ. არა ეს names კომპონენტის არის. ხო, names კომპონენტი my names გაქვს აქ სვადი. ხო, ეს და. ეხლა add new names this name. Which new name? New name სად გაქვს? String პარამეტრი გაქვს, ხო? აქ ხო. პარამეტრი გაქვს. მაგრამ ეგ პარამეტრი მნიშვნელობა საიდან იღებს? ანუ ზოგადად აი ფუნქციის პარამეტრებში ნახე, შენ ხო გაქვს? აი აქედან აიღოს. აი აქედან მინდა რომ აიღოს. იდეაში უფრო კარგად განახეთ მე როგორ უნდა გააკეთო. მაქედან შეგიძლია არგუმენტი წაშალო, მანდ არგუმენტი არ გჭირდება. ანუ ეგ არგუმენტი მაშინ ფუნქციის გამოძახების დროს უნდა გადავწერ და ფუნქციას მანდ გამოგვიძახებს ღილაკზე დაჭერა, ხო? და ღილაკზე დაჭერით ჩვენ ღილაკი შენ იქით კომპონენტში გაქვს, ხო? ხო, აი ეგ მაგას ვიძახდი. ხო, ღილაკზე დაჭერით ერთი კომპონენტი და მეორე კომპონენტში ესე ფუნქციას ვერ გამოიძახებ. ანუ შენ რა უნდა ქნა იცი? ხო. შენ როდესაც მიიღებ ცვლადს, მაშინ უნდა გამოვიძახოთ. მოდი app component HTML-ი გახსენი 2 წამი. ხო. არა, app component TypeScript მჭირდება მე. ეს ნე. გასაგებია აქაც. ეხლა ჩვენ უნდა გადავცეთ და გადაცემის დროს. ხო, მოდი იცი როგორ გავაკეთოთ? მე გავაკეთებ მაგას. ჩემ მხრიდან. ხო. და შენ კი, ჯობია მაგ. აქ გადაკეთებას ჯობია. კი. მან კოდში ავირები ახლა მეც და ანუ ჩვენ გვაქვს ესე იგი იმას გავთიშე მე კომპონენტს. იდეაში მირჩევნია რომ ახალი კომპონენტის ახალი ფოლდერი დავაგენეიო ახლა მაგისთვის. ეს ყველაფრის წაშლა და შესვლა და რაღაცები არ მინდა და ეს რომ იყოს თავისთვის რომ მე რეაგიტვირთოთ. სადა ტერმინალი
engine ეხლა შენ იცი რა უნდა გექნა ყველაზე მარტივი აი ეხლა გავაკეთებ რა მაგას შენ მასივი მანდ კი არ უნდა შეგექმნა შენ მასივი მშობელ კომპონენტში უნდა შეგექმნა მასივში დაიფშებოდა პირდაპირ მნიშვნელობა და მე ეს დაფშული მნიშვნელობები უნდა გადაგვეცა ახლა ანუ ეს მასივი უნდა გადაგვეცა შვილობილ კომპონენტში მანდ ეხლა მეთქი ანაირად უნდა გამოვიძახო შვილობილ კომპონენტში ფუნქცია X სერვისის საშუალებით მოგვიწევდა რომ გაგვეკეთებინა და ზოგადად მგონი ინტერნეტმა გაჭედა რამე ხო არ მკითხე თუ გესმის ჩემი ხმა გესმის ახლა შენ ჩემი კი რა მკითხე ხო კი იმას ვამბობდი რა რომ ხო ანუ სწორი იცი როგორ იქნებოდა ის მასივი შენ უნდა შეგექმნა მშობელ ელემენტში ნახე მომა დავალებაში წერია რომ names element-ში უნდა იყოსო და მაგიტო მასივი თვითონ იმაში უნდა იყოს ეგრე გავიგე ხო ამან ისა ჩატში შეგიძლია ჩააგდო ის სკრინშოტი ეხავე ნახე ჩავაგდე მიდან გავარდი მანამდე აბა ისე დავწერო ეგ ნახო მე მგონი ჩავაგდე მგონი მომხლეს და ნახავ ხო ჩალდე შევქნა აი მე გამიჭედა კომპიუტერმა არ გაჭედა generate component names შექმნით names component-ის შიგნით შექმნი my names string CV შექმნით event რომელიც მასივში ჩაამატებს ახალ ელემენტს გასაგებია ეს იცი რა უნდა გამოგვეყენებინა მაშინ მე ჩემ პრობლემა ჩემ გამომოგივიდა ესეთი რაღაცა რომ ანუ პირიქით უნდა მომხდარიყო ყველაფერი რა შვილიდან მშობელში უნდა გადმოსულიყო მან სხვა დეკორატორი გჭირდებოდა თავიდან იდეაში იცი რა მქონდა მე გათვალისწინებული რომ ყველაფერს გააკეთებდი ერთ კომპონენტში და იმიტომ ავტვირ მაგრამ ანუ ამის საშუალებით ანუ ზოგადად ეგ output დეკორატორით ხდება ან ჩვენ ხო ეხა input-ით ვნახეთ შვილიდან მშობელში რო გადაეცემა მაგრამ ჩვენ მეორე ამას შემდეგზე განვიხილავთ output დეკორატორია რომელიც შვილიდან
გადაცემს მშობელს და ეს მშობელის გადმოცემის დროს ვიძახებთ თან ფუნქციას, რომელიც ფუნქციიდან გამომდინარეც უკვე დაიფუშებოდა ზუსტად ეს მნიშვნელობა, მაგრამ იდეაში სწორი იქნებოდა input დეკორატორით, ნახე როგორ, მაგალითად my names რო გქონდეს აქ string-ი და კვადრატული ფრჩხილები, რომელშიც იქნებოდა მაგალითად name. სამი მაგალითად აი აქ არა შევგოდი აქ კომპონენტ HTML-ში მაგალითად input-ი name ან ვეუბნები რომ add name ხილაკ დაჭერით add name ფუნქციას გამოვიძახებ, ეხლა ამ add name ფუნქციას აი აქ გამოვიძახებ, ხო? add name ფუნქციას გამოვიძახებ და ეცა forms მოდული დაგჭირდება აქ. მოდული აქ ng4 მივაგვათ. არა ხილაკს არა. უps. ng მოდელი name მაგალითად new names. სლად გავაკეთებ. იქნება this my names will push new name. This new name. და ამ მასივს რო გადაეცემოდა მნიშვნელობა. შემდეგ უკვე ჩვენ მაგალითად დაგჭირდება ასევე კომპონენტის დაიმპორტება. child component names component child რატო გადავიღეთ names component names component-ში გამომზადებდით სვაც input decorators ანუ მაგალითად array names array რომელიც იქნებოდა string-ი მასივი შემდეგ ამ მნიშვნელობას გადავცემდით ესე up names და up names-ში უკვე names arrays გადავცემდით გვაქვს my names. შემდეგ აქ მივიღებდით შესაბამისად names array-ში და აქ უკვე ng4-ის საშუალებით divs გავაკეთებდით. ng4 let name of names array. ng4-ის გამოსაყენებლად აი ამავე კომპონენტში names კომპონენტში უნდა შემოვიტანოთ common მოდული და აქ უკვე iterაციის საშუალებით და names გამოვიტანოთ. რაც ესეთი იყო. შეგვიძლია გავუშვათ. და აი მაგალითად ახლა რაღაცას დავაჭერთ და აქ დაიმატა. და თან იდეაში ესეც შეგვეძლო გავუკეთებინა რომ ხილაკს დაჭერის შემდეგ this new name მუდრის სარგელი ბჭყალები რომ დავამატებთ რომ გასვთავდეს input. კი ახლა უკვე კარგად გასაგებია. ხო რა იდეა ესეც ამ მქონდა იდეაში იდეა იმიტომ რომ ეს დეკორატორი არ მქონდა ახსნილი, მაგრამ ეხლა რადგან იცი შეგიძლია ესეთი მეთოდით გააკეთო. ანუ მშობელში გვაქვს მასივი და ანუ ამ მშობელში ხდება რეალურად მასივის ცვლილება და ჩვენი მიზანია უბრალოდ რომ ეს მასივი გადავისროლოთ შვილობილ კომპონენტში და მე შვილობილ კომპონენტში მიღებული მასივი უკვე ng4-ით გამოვიდაოთ. ანუ input-ს ვეუნებით და ცვლადის სახელს, მასივის სახელს, ხო? კი. აი აქ ნახე, ამ კომპონენტში ნახე names arrays, ანუ აქ შექმნილ სვაც, რომელიც თავიდან არაფერი გვაქვს. აქ ვეუბნებით, რომ მნიშვნელობას მიიღებს ეს names array my names. My names-ი უკვე ამ კომპონენტში გვაქვს, ხო? My names. გასაგები. ეს ამისად აი ეს my names მიიღებს მნიშვნელობად. My names მიიღებს და მე ამ names array
სახელით უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ ფოროფლუქსში გავიდაოთ. გასაგებია, მადლობა. იდეა ეს იყო რა და მე შემდეგ აკვეთელზე უკვე output-საც ვისწავლეთ, უბრალოდ ის უფრო ცოტა რთული თემაა ამასთან შედარებით, input-თან შედარებით. ცოტა რაღაცა event emitter-ი დაგვჭირდება და რაღაცეები და შემდეგ ლექციაზეც მაგას გავიგეთ. ეს აღარ მინდა რომ ლექცია კიდე რამით დავტვირთო. თორე ბევრი ახალი თემაა, routing-იც საკმაოდ მასშტაბური თემაა, routing-ზე მე კიდევ სხვა პარამსები აქვს, პარამსების სხვა ინფორმაცია რო გავატანოთ საინფორმაციო ველს და ასე შემდეგ, მოკლედ კიდევ ბევრი თემაა routing-ზე განსახილველი და არ მინდოდა უბრალოდ რომ კიდევ სხვა რაღაცების დავამატოთ. იდეაში დღეისთვის თან ამით შეგვიძლია დავამთავროთ, რამე სხვა კითხვა თუ არ გაქვთ. მე სხვა არა. არც მე ბატონო, მაშინ დღეისთვის კარგად დავამთავროთ დღეისთვის ლექცია და შევხვდეთ სამშაბათს უკვე. სამშაბათს, აბა ნახვამდის. ვით